ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ, როგორ ბოლავ ფრინველს. ახლა მაქვს ვარიები, მეგობარს აქვს ფერმა, აჭმევს ნატურალურ საკვებს, გაშვებული ყავს ტყეში, არავითარი გალია და ასე შემდეგ. პლის ნაფოტები ჩავალბე 2 საათით ადრე წყალში და ახლა ტემპერატურა ავწიე 250 გრადუსამდე. ფორენჰეიტი. ცელსიუსში არ შეგეშალოთ. ავიღებ ახლა და უკვე გამოუშვა ბოლი. როცა შევდებ ამ წიწილებს, იმას ვიზარ, ტემპერატურას დავწევ 165 ფორენჰეიტზე ყველა ბაქტერია კვდება. ასე რომ მზად არის და კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდა. აი ეს რაზეც ალაგია ახლა ეს წიწილები. ზოგჯერ მიწევს რომ თევზს ბოლავ, ზოგჯერ საქონელს. აუცილებლად გულდასმით უნდა გაირეცხოს, რომ გაიხეხოს და არ გაყვეს იმ წინა მომზადებულის გემო. აქვე მინდა შეპირებული ვარ ჩემი მეგობრებისთვის. იმას ვქენი, რა ქვია, სპინინგები მქონდა მოყუდებული აქეთ-იქით და ესეთი კარადა გავაკეთე. არ ტვერი დაუვათ არაფერი. უნდა გადაეყარათ ეს ყველაფერი, ერთი პროექტი მქონდა და მაჰაგონია კაცო. ის შიგნით მუხა არის. ცოდო არ იყო ამის გადაყრა. ავაწყვი ასეთი კარადა. მოკლედ ჩემი სათევზაო მოწყობილობა დაცული არის. აღარ დაიმტვერება. კარგით, შევბულავ ამ ყველაფერს და მერე შეგიძლიათ ნახოთ სურათები თბილისის ფორუმზე, forum.g ან ჩვენი ჩიტირეგიების ფორუმზე მონადირე უпроსწორედ club.monadire.g დროებით